მოგესალმებით, მეგობრებო. ხა ეზოთერული სფერო ან ფსიქოლოგია ვისაც გაინტერესებთ, ასტროლოგია ვისაც გაინტერესებთ, ხშირად ვამბობთ ხოლმე, ვთქვათ, პოზიტიურ ადამიანზე, ხო? პოზიტიური გავაღვიძოთ ჩვენში, უფრო აი ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლა, როგორ გჭირდება, ხო? როგორ მნიშვნელოვანია. მაქვს ადრე ჩაწერილი ვიდეოც, სადაც აი რა არის ნეგატიურ ემოციები, ამაზე მაქვს საუბარი, რომ უნდა ვუსმინოთ ამ ნეგატიურ ემოციას, კი არ უნდა უბრალოდ შევეხოთ მას, არამედ უნდა ვუსმინოთ, ვიგრძნოთ და რაც თავარია გავაცნობიეროთ, საიდან მოდის ეს პოზიტიური ნეგატიური ემოციები, ხო? და მნიშვნელოვანი არის ასევე რა არის პოზიტივი, ეს გავაცნობიეროთ. ვისაუბროთ, რა არის ადამიანში შინაგანად პოზიტივი, საიდან მოდის, რომელი სივრციდან მოდის დადებითი ემოციები, ხო? დადებითი ენერგეტიკა, როცა ვიძახით ხოლმე. საერთოდ როგორ რაღაც არის ეს ასტროლოგიაში არის აქ განსაზღვრული ხა რო უყურებ ხოლმე რუკას ჩანს ადამიანი თქვათ რა პოტენციალი აქვს მას რო პოზიტიურ ენერგიაზე გადავიდეს და არ არის ეს სამყაროში რო აი ნეგატივი ცალკეა და პოზიტივი ცალკეა შეიძლება ძალიან პოზიტიურად ვიყოთ მაგრამ არაცნობიერში მიდიოდეს რაღაც მიჯაჭვულობა ამ პოზიტივზე და შესაბამისად ეს იყოს უკვე რაღაცნაირად დარდის არაცნობიერში რო დარდის ენერგია ღვივდება ხო და ეს ძალიან ისეთი პირობითი არის თუმცა როდესაც ლაპარაკობთ პოზიტიურ ენერგეტიკაზე რა არის ეს საერთოდ ხო ეს სიხშირე დადებითი ვიბრაციების პოზიტიური ენერგეტიკის მაჩვენებელი რამდენიმე კომბინაცია გვაქვს რუკაში ეს კარმის ენერგიას რო ვეძახით მაგალითად დადებითი კარმის ენერგიას ხო და პოზიტივი არის ყოველთვის კავშირში მეგობრებო შინაგანი პოზიტივი როდესაც აი ფსიქოლოგიურად რო შემოვიტანოთ აქ შინაგანად არის ადამიანი კონტაქტზე საკუთარ ნამდვილ მესთან როდესაც შინაგან ნამდვილ სურვილებთან არის ადამიანი კონტაქტზე, ხო? რა არის ნამდვილი სურვილები, ნამდვილი მე, ხო? ეს აი გეშტალტ ფსიქოლოგიაში როგორც არის მაგალითად და მარტო გეშტალტზეც არ არის, სადაც ხედავთ ხოლმე, ხო? ცნობიერი რო აბსოლუტურად სხვაგან არის და ცნობიერი სხვაგან არის, ხო? როცა არის პიროვნებაში გახლეჩვა ბევრი და ეს რუკაში ჩანს, ხო? აი როცა კვადრატებს ვიძახით, მაგალითად, როდესაც კარმულ ნეგატიურ ასპექტებს ვიძახით, რაც უფრო მეტი კვადრატურა აქვს და ოპოზიცია აქვს ადამიანს ან ნეგატიური ასპექტები, ხო? შიდა კონფლიქტები არის, მეტი შიდა გახლეჩვა მიდის პიროვნების, ერთი შიდა ნაწილი შეუთანხმებელია მეორესთან, მეორე შეუთანხმებელია მესამესთან და არის უკვე შიდა დისკომუნიკაცია, ესე რა ვთქვათ, ხო, ემოციური კონტაქტი არ დგება, მთლიანობა არ დგება ადამიანის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე აი ამასთან გავიდეთ კავშირში ვიგრძნოთ ეს რა პრობლემები გვაქვს შინაგანად ეს ფისომის მისისთან დიდი ყურადღებით გმისმენს ხო და რა არის ეს მთლიანობა ეს აი ხა ჩემთან რომ მოდიან ხოლმე პირად რუკაში მაგალითად როცა გავდივართ პირად რუკას უფრო ფსიქოლოგიური კუთხით გავდივართ უფრო აი ამ შიდა კონფლიქტებზე რომ იგრძნოს ადამიანმა ეს კონფლიქტები და ნუ მანდ ვაკვირდები რა თქმა უნდა სხეულს, ვაკვირდები მის მიმიკებს, მის ემოციას როგორ ლაპარაკობს, ხომ შეიძლება ეს იყოს, რომ ადამიანი ამბობს ერთს და სხეული იქცევა მეორენაირად, ხო? და არის აქ რაღაცნაირად რაღაცნაირად შეუთავსებლობა გონებასა და ემოციას შორის მაგალითად ემოციასა და ცნობიერებას შორის ცნობიერებასა და შიშებს შორის არაცნობიერ დონეზე ხომ და ეს არ არის ერთი საკითხი ეს იკინძება ხოლმე რუკაში ადამიანი ხო იქ ხედავთ აი მთლიანობაში რო უკვე უყურებ ხა მე თვალისჩეული მაქვს ძალიან და როგორც კი შევხედავ ხოლმე ეს რამდენიმე წამი მჭირდება რომ უკვე მივხვდე ადამიანში რა ხდება პირად რუკიდან გამომდინარე განსაკუთრებით თუ ვესაუბრები უკვე საერთოდ ყველაფერი ჩანს ხო იქ სად არის დაცვითი მექანიზმები სად არის ამ სხეულთან კონტაქტები აი შინაგანი გახლეჩვები მაგალითად ხო და როდესაც არის მეგობრებო ან ნერვოზული ფონი როდესაც არის ჯანმრთელობის პრობლემები როდესაც არის ბედშიც პრობლემები მაგალითად აქ ყოველთვის შიდა კონფლიქტს ვაწყდებით აი ეს შიდა გახლეჩილობა პიროვნული მესი ხო როცა ეს მთლიანობა არ არის დაცული, მთლიანობაში არ ახლა არავინ არ ავართ ესე მთლიანობაში, მაგრამ მთელი ცხოვრება ეზოთერული კუთხით ჩვენი ცხოვრება მივდივართ იმისკენ, რომ რაღაცნაირად შევთანხმდეთ ჩვენ თავთან, ჩვენ თავს მოусმინოთ, ჩვენ თავთან დაუმეგობრდეთ და ამაში ძალიან ხშირად გვიშლის მეგობრებო ხელს გარემოცვაც სხვათა შორის საზოგადოებაში არის ბევრი ის მხარე, რაც პირიქით გვეხმარება კიდეც
რაღაცებს რომ მივხვდეთ და ასევე არის რომ თუ ჩვენ შინაგანად ცოტა სისუსტეები გაგვაჩნია პიროვნულმესთან, შეიძლება გარემოსგან მოხდეს ისეთი ზემოქმედება, რომ ჩვენი შინაგანი ხმა უფრო რაღაცნაირად ჩაიფარცხოს და აი ეს შრეები გარედან, საზოგადოება, სკოლა, აღზრდა, მშობლები, მაგალითად, აი ამ მეს თითქოს გარს აი ესე მოდიან, გარსში აი ესე ვიფარებით და ნელა უკვე გაუგებარი ხდება ადამიანისთვის ნამდვილად მე რა მინდა, რა არის ჩემი ოცნებები, რა არის ჩემი სურვილები, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენი ოცნებების და სურვილების შესასრულებლად სერიოზული წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ გარემოსთან. ზოგჯერ გგონია რომ უნდა გავწიოთ და რო ვცდით, აღმოჩნდება რომ არაფერი თურმე აქ ისეთი პრობლემა არ ყოფილა და მე მეგონა რომ რაღაცა მოხდებოდა. და ზოგჯერ არის რომ საერთოდ ვერც კი ვხვდები, რომ აქ ეს საზღვარი მაქვს დარღვეული ჩემსა და სხვებს შორის, ჩემს სურვილებსა და უნდას შორის, ხო? ან ჩემს შინაგან იმპულსებსა და გარე რეალობას შორის არის დაკარგული, ხო? აქ ენერგეტიკული რაღაცნაირად კონტაქტი და საზღვრებს ვეძახით ფსიქოლოგიაში, საზღვრები არის დარღვეული და ეს საზღვრები არის ძალიან ბევრნაირი, ეს საზღვრები შეიძლება იყოს რომ აი მე მოცემულობაში, როგორც მოცემულობაში მივიღე ეს ცხოვრება, ჩემმა ქვეცნობიერმა, აი ის უბრალოდ ზედაპირულ დონეზე შეისრულა და დადო ქცევის მოდელი, ცხოვრება, რომელიც მე კი არ ამირჩევია, უბრალოდ ესე გავყევი დინებას, ხომ? და ყველასთან ძალიან ინდივიდუალური შემთხვევები არის, მნიშვნელოვანი არის ხოლმე გავერკვიოთ, აქ ყველასთან რა ხდება, ხო? აი რამ განაპირობა ეს დინებაში შეყოლა და რაღაცნაირად ცხოვრების გამოცდილებაც გვინდა ხოლმე, რაღაცებმა იმედი უნდა გაგვიცრუოს. რაღაცები ისე არ უნდა წავიდეს, მაგალითად, ზოგთან არის რომ პირად ურთიერთობაში იყო, შევიდა პირად ურთიერთობაში და იგრევა ეს პირადი, იმის გამო რომ აი ეს მეს ენერგია არ იყო სწორად დაჭერილი, ხო? არ იყო მესთან კონტაქტი ამ ურთიერთობაში, ავთენტურ მესთან და აი არაცნობიერად ქცევები იყო ბევრი. არ ვიცი რატო ვიქცეოდი ესე. არ ვიცი ესე გამოვიდა. ხო და ესე გამოვიდა ეს ნიშნავს რომ მე ვერ ვაცნობიერებდი გავყევი დინებას ამ ცხოვრებაში ხო და ეს ყველაფერი ნენელა მეგობრებო აი ნამდვილ რეალურ სურვილებთან კონტაქტს გვაკარგვინებს ნამდვილ მესთან კონტაქტს გვაკარგვინებს და ამას მოაქვს ხოლმე რაღაც სევდა დარდი მე რაც უფრო დრო გადის და ასაკი გვემატება გვენანება ეს ცხოვრება რომ სადღაც იქვე არის სადაც ჩვენ არ ვიყავით და მოდის მე უკვე რაღაცნაირად აი იცით როგორი კრიზისი, აი შინაგანი კრიზისი, ან ჯანმრთელობის, ან ენერგია რო არა აქ ადამიანს, ხო? ეხლა როდესაც ვთქვათ, არ მაქვს არანაირი მიზნები, არ მაქვს ენერგია, ეს ხშირად დაკავშირებული არის ზუსტად იმასთან, რომ მე არ ვცხოვრობ ჩემი ემოციით. შეიძლება ვაკეთებ, რაც საჭიროა, ან მაკეთებინებენ, ხო, მაგრამ მე არ ვაცნობიერებ, ამ პროცესში არ ვიმყოფები. მე სხეულით ვიმყოფები, მაგრამ შინაგანაც საერთოდ სხვაგან ვარ. ძალიან რთული არის ამ ნამდვილ მესთან კონტაქტზე გასვლა. უამრავი დაცვითი მექანიზმი გვაქვს, რომელიც არაფრით არ გვახედებს ხოლმე, სხვათა შორის გეშტალტზე ძალიან ბევრი თვე ფაქტიურად ამ დაცვით მექანიზმზე მუშაობდით ჯგუფ თერაპიებში. რა არის დაცვითი მექანიზმი? როგორ უნდა ვიპოვოთ ეს და არის უამრავი ლიტერატურა ამაზე და დაცვით მექანიზმს ვეძახით ჩვენ როდესაც ახლა რიტი მშვილდოსანი მაგალითად მეუბნება რომ მე ძალიან კარგად ვსწავლობ მე არაჩვეულებრივად ვსწავლობ და ახლა მე გასწავლი შენ სფეროში რა არის სწორი ხო აი ამას ვეძახით ხოლმე დაცვით მექანიზმს ხო ახლა ისე ვთქვი უბრალოდ იმიტომ რომ პირდაპირ ასტროლოგიაში ვინც კარგად ერკვევა პირდაპირ ვიცით ხოლმე უკვე სად ერთვება ადამიანს ეს შავი მთვარის ენერგია ეს ჭრტილი ფსიქოლოგიური იუნგისეული ჭრტილი რომელსაც ადამიანი ვერ აცნობიერებს და ზუსტად მაგაში არის ეს დაცვითი მექანიზმი რაც უფრო ადამიანი ძალიან დიდ ბლაინდში ანუ რაღაცა ბურუსში არის საკუთარ თავთან კონტაქტი რო არ აქვს ის უკვე ქმნის მისტიურ მეს, ხომ, რაღაც შესაძლებლობების მეს, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის და აი ვთქვათ,
ერთ-ერთი გამოხატული შეიძლება ლილიტი მშვილდოსნის ზონაში იყოს. ეს ძალიან აქტიურს გეუბნებით, თორე ხა ჩვეულებრივ დონეზე ძალიან პრობლემოთ არიან. ჩვენ ლაპარაკობთ ხოლმე იმ შავ მთვარეზე, იმ სატურნზე, რომელიც სხვებისთვის ხდება უკვე თვალშისაცემი და შემაწუხებელია, ნუ აი ძალიან გამოხატული ხდება და ეხლა ნუ შავ მთვარე მშვილდოსანი ეს არის ყველაზე მისი ნეგატიური გამოხატვა, რომ აი ყველას იცის არიცის უნდა ასწავლოს, რომ ვამბობთ ხოლმე. აი ამას ვეძახით დაცვით მექანიზმის ასტროფსიქოლოგიაში. ოღონდ ხო, იქ ფსიქოლოგიაში ძალიან ბევრი დაცვით მექანიზმი არის, მაგრამ მეორე კუთხით ეს ხდება, რომ მე ვაკონტროლებ ამას. მე ვხედავ ეხლა, რომ მე მაქვს სურვილი, რომ ადამიანს რაღაცა ვასწავლო, რაღაცაში შევეწინააღმდეგო და აი ამ კონტაქტს ვიჭერ უკვე, ხო, ჩემ ჭრtildeთან, მე უკვე არაცნობიერად კი არ ამყავარ ამ ჭრtildeს, მე ეხლა და ამჟამად ვაკონტროლებ, ხო, ამას. სხვა შორის იქ ჩემ შავ მთვარეზე, ჩემ სატურნზე, თერაპიებზე ძალიან ბევრი წელი ახლა ფსიქოთერაპიებში ვარ და ძალიან ხშირად მუშაობდი ამაზე პროცესში არაცნობიერ დონეზე არ გავსულიყავი, აი ესე თქვა შავ მთვარის ზონაში შევდივარ და მე უკვე კონტაქტზე ვარ. მე ვიცი, რომ აქ მე რაღაცეები შეიძლება ან არასწორად დავინახო, ან არასწორად დამანახო, ხო, ეს ორმხრივი არის, ხო, ახლა შეიძლება შავ მთვარის მშვილდოსანზე ვარემ რადგან ვთქვით, აქეთ ასწავლიან ისეთ რაღაცას, რომელიც არ არის ესე, ხო, და ვერ ხედავს შავ მთვარე ტყუპებსაც მსგავსი ემართებათ ხოლმე, ხო, რომ შეიძლება მოდის ინფორმაცია და მე არ ვარ კონტაქტზე, სწორ კონტაქტზე ამ ინფორმაციასთან, ხო? აი წყლის შავ მთვარე ვისაც აქვს, წყლის ნიშანში ეს არის, რომ მე სხვის ემოციებს ვიწებებ ძალიან და ვერ ვასხვავებ, ხო? ჩემი ემოცია სად არის, სხვის ემოცია სად არის, ხო? და აქ ვიკარგები, ან ჩემსაც შეიძლება მივაწერდე სხვას, ან სხვისას ვიწერდე მე და ძალიან რთული არის ამ მომენტში გავერკვეთ, ხო? სად არის ეს ნამდვილი მე ემოციურ ენერგეტიკულ დონეზე და სხვისი მე სად არის, ხო? აი ეს არის ხოლმე ჩვენი ჭრтили და როგორც კი ახლა სხვა შორის ვინც კი გეშტალტზე არის და ერკვევიან ასტროლოგიაში ძალიან კარგად არიან უკვე ამასთან კონტაქტზე. აი დამუშავებულ ადამიანს უკვე სხვანაირად შეიძლება ეთყობოდეს ხოლმე აი ამ ჭრtildeთან კონტაქტისას, რომ უკვე მე ვხედავ, რომ აქ ეს პრობლემა მაქვს და უფრო მეტი ენერგია უნდა დავხარჯო, რომ ეს დავიჭირო. და თუ მე ამას საერთოდ ვერ ვაკონტროლებ და აბსოლუტურად აყოლილი ვარ აი ამ ჭრtildeს, ხო, და მართავს უკვე განამეომართავ მას, ის მართავს, ხო? აი გამოდის უკვე იცით რა, რომ იზრდება აგრესია შინაგანი, იზრდება შიდა კონფლიქტი და აგრესია ეს არ არის მარტო სხვების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ არის პირველ რიგში, ხო? ანუ ადამიანს ყველაზე ბევრი შეუძლია დაუშავოს თავის თავს. სხვებზე მეტად, ხომ? და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ გვმართავს არაცნობიერი, ესე არ არის, უფრო არაცნობიერად მიუყვებით რაღაც დასწავლილ ქცევებს, არავთენტურმეს, დასწავლილ ეგოს, რომელიც რეალურად ეგო სხვა კუთხით ვლინდება, ეს არის იმაზე მეტის აღება საკუთარ თავზე, ვიდრე გვესმის და ვიცით. და აქ შეიძლება ზუსტად ეს გამოვლინდეს, რომ გარედან ფსიქოლოგიურად ჩანს თითქოს ეგო. ზემოდულში ეს არის უბრალოდ ავთენტურ მესთან კონტაქტის არ ქონა და ეს არის, ნუ ფსიქოლოგიაში ესე არის ილუზორული მე. როდესაც ან იმაზე მეტად გავადიდო ჩემი თავი, ვიდრე ვიცი და შემიძლია, ან პირიქით იმაზე ნაკლებად იმაზე და მეტად დავაპატარაო ჩემი თავი, ვიდრე ვარ, ხო? აი ამას ეძახიან როგორც წესი ილუზორულ მეს, ხო? რაღაც მისტიურ სიბრტყეში გამოგონილ მესში რო გადავდივართ. და აი მთელი ჩემი აი ამდენი ვიდეოები სულ იმას ემსახურება ხოლმე, რომ აი რაღაცნაირად ილუზიიდან გამოვიდეთ ადამიანები, არაცნობიერის ილუზიიდან და ამოვიტანოთ ეს ცნობიერში, აი ეს ყველაფერი, აი ეზოთერული კუთხით თუ შევხედავთ, აი ამ გაცნობიერების პროცესს, როდესაც აი ეზოთერულად როგორ არის იცით, რომ გვაქვს ფიზიკური სხეული, გვაქვს ასტრალური სხეული, გვაქვს მენტალური სხეული, სენენელა ავდივართ, ხო, ბუდისტური სხეული და ასე შემდეგ, ხო, ეს უკვე სულიერი სამყაროები. აი ახლა ძალიან გადახვევით ეზოთერულად რო შევხედოთ, აქ არის აი ეს ასტრალური სხეული, რომელიც არის მხოლოდ ქროლვა, ოცნებები, ფანტაზიები, ილუზიები, მისტიკა,
რომელიც აი ზუსტად აი ამ გაუცნობიერებელ დინებას ვამბობთ ხოლმე. ეს არის ასტრალური სამყარო, ესოთერიკა ისე წერს. და მენტალური სამყარო, ხო? აი მენტალური სამყარო ეს არის უკვე, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს, როდესაც ჩვენ გვაქვს კონტროლს ვიწყებთ, ცნობიერით კონტროლს, ეს ინტელექტი არ არის, ეს არის გაცნობიერება, რაც უფრო ძლიერი მენტალური სამყარო, აქან მენტალურ სხეულს ესევე წახით ხოლმე ადამიანს ეზოთერიკაში, მით უფრო შეუძლია ამ დაბალი ასტრალიდან ესე ვამბობთ ხოლმე, ავიდეს ზედა სამყაროებში, ეს ესე წერია, მე ვერ გეტყვით რომ ახლა ამას ვიკვლევან, ძალიან დიდი ინტერესი არის ჩემი განხრა უფრო ფსიქოლოგია არის, თუმცა ამ ყველაფერი დავიწყე თავიდან ეზოთერიკაში გარკვევა, აი ამ სხვადასხვა ადამიანის სხეულებზე და იქ თეორიაში ესე წერია, რომ ადამიანი, რომელიც არ არის გაცნობიერებული ამ სამყაროში და თავის შეგრძნებებთან კონტაქტი არ აქვს, მას აქვს სუსტი მენტალური სხეული. და აქ ხდება უკვე უბრალოდ მიყოლა, აი ეს დაბალი ასტრალი, ეს ეძახიან ხოლმე, მართავენ. აი ფსიქოლოგიური გაგებით, ხო, მე ხა უბრალოდ როგორც ინფორმაციას ისე გაწვდით, ფსიქოლოგიური გაგებით ეს არის, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად არ არის კონტაქტზე საკუთარ მესთან. ეხლა გეშტალტი მაგალითად ამბობს, რომ სხეულებრივად უნდა ვიყოთ კონტაქტზე, ხო, საკუთარ თავთან. ეხლა როდესაც ადამიანი მაგალითად აი როგორ გითხრათ, შფოთვაში არის, ხო? ეტყობა, რომ შფოთვა აქვს და რაღაცეებს, აი ჩქარა რაღაცას აკეთებს. ის არის სხეულებრივად არა კონტაქტზე საკუთარ თავთან, იმიტომ რომ მე თუ ჩემს შფოთვასთან კონტაქტი მაქვს, მე ვხედავ, ვუსმენ რატომ აქვს კონტაქტი, ესე რატომ აქვს შფოთვა, გავდივარ აი ამ სხეულთან კონტაქტზე და მიდის უკვე სერიოზული მუშაობა საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ეს შფოთვა ჩვენ გველაპარაკება რაღაც მნიშვნელოვან პრობლემებზე, ხო? მნიშვნელოვან დაუკმაყოფილებელ ემოციებზე და თუ ამასთან გავდივარ კონტაქტზე, იქ ბევრი სხვა რაღაც ამოიყრება და ნელა ჩვენ მუშაობთ საკუთარ თავთან და ამ ნამდვილ მესთან გვაქვს უკვე კავშირი, ხო, ამ ავთენტურ მესთან და როგორც კი მესთან გავდივართ კონტაქტზე, აქ მოდის სიხარული, შესაძლებლობები უსაზღვრო, იმიტომ რომ ადამიანი ნამდვილ მესთან როცა გადის, იქ ძალიან დიდი ენერგია ეძლევა. აი ახლა მაგალითად როცა ლექციაზე ვარ და რაღაც არ არის ისეთი ჩემთვის საინტერესო თემა, მეძინება ხოლმე მარტივად, ხო? აი რაღაც აი ესე რო ხარ რა და ვაიმე რაღაც გუშინ ვერ გამოვიძინე და მეძინე. აი როცა საინტერესო ლექციაზე ვარ, ან საინტერესო ადამიანს უსმენ უბრალოდ, ხო? აი სულ მაგ ხოლმე ჩავა ტელეფონს ვიღებ ხელში ეს ნუ ეხლა ალბათ ყველას აქვს, მაგრამ დავაკვირდი მე ჩემს ხელს. ეს უკვე გეშტალტურად დავაკვირდი. როცა საინტერესო ადამიანთან ვაპარაკობ, ტელეფონი შეიძლება საერთოდ არ ავიღო 1-2 საათი ხელში. საერთოდ არაფერი არ გამახსენდეს იმ მომენტში, არ გადაერთოს ჩემი ტვინი რაღაცეებზე და მთლიანად ვიყო კონტაქტზე ადამიანთან. აი მანდ არის ძალიან კარგად დასაკვირვებელი სხეულზე, რომ აი პირიქით აღარ მაქვს ეს ჩვევები, აღარა მინდა გადავიტანო ყურადღება სხვა რამეზე. ესე იგი მთლიანად ვარ ჩემი ყურადღებით ჩაძირული ამ საუბრასთან, ხო, მაგალითად, ხო, ჩემთვის საინტერესო თემაზე გავედი. სხვა შუს იშვიათად რომ მე ესეთი საინტერესო ადამიანი ნახო რომ ესე მთლიანად ჩავერთო, მაგრამ თუ ნახავ ხოლმე ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი არის ხოლმე ჩემთვის, ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ ხოლმე და აქ ენერგია მოდის. ვარ საინტერესო ლექციაზე, საერთოდ რა სულ გამოუძინებელი ვიყო ჩართული ვარ მთლიანად ემოციურად, ინტელექტუალურად, ენერგეტიკულად და მოდის ენერგია, ხო? როდესაც იქ ვართ, სადაც ჩვენ მაინც არ უსმენთ ჩვენ თავს, რო გვინდა თუ არა, იქ ენერგიას ვკარგავთ. ეხლა ის უბრალოდ როგორც მარტივ ტექნიკებს ისე გეუბნებით, ხო? ენერგიას ვკარგავთ, გვეძინება, ვიღლებით, გვეზარება, რაღაცების გაკეთება. ან როცა ქრონიკულ სიზარმაცეზე ვლაპარაკობთ, ესე იგი არ მიდის ჩვენი ცხოვრება ისე, როგორც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს. და არა ვართ კონტაქტზე საკუთარ ცხოვრებასთან, მოდით ესე ვთქვათ, ხო? აი ცხოვრებასთან რომ აქვს კონტაქტი, ჩემ ცხოვრება უკვე ზედასურათით რო ავიდეთ და გარედან რო შევხედოთ აქ ყველაფერს, როგორც წესი არ არის თავისი ცხოვრებით ადამიანი, არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. ხაშეს გვაქვს რუკაში ასტროლოგიაში რამოდენიმე კომბინაციები, ახლა ვისაც გაინტერესებთ, ახლა მარტში მეწყება სასწავლო პროგრამა ერთთვიანი ასტროფსიქოლოგიის,
ძალიან საინტერესო პროგრამა მაქვს მომზადებული და ვისაც გააქვთ სურვილი სწავლის, უკვე ასტროფსიქოლოგია ეს მარტო სწავლა არ არის, ეს არის უფრო თერაპიული მუშაობა ჯგუფთან, ეს არის რომ ფაქტიურად ჩვენ თავის სწავლა არის და არა მხოლოდ ასტროლოგიის, მე მაგიტომ საერთოდ სხვა მიდგომა მაქვს ასტროლოგიაზე და ვისაც გააქვთ სურვილი გამახსენდა, მე მწერე ხოლმე რომ გაგაწინა ეს რომ გამორჩათ და გახსენებთ, ვისაც გინდათ ის ასტროლოგიური სკოლის გავლა და არ იქნება ეს მარტო სწავლა, ეს იქნება ფაქტობრივად ეხლა რასაც გავდივართ, ეს არის რაღაც ტრენინგი საკუთარ თავზე მუშაობის, ფსიქოლოგიურად მუშაობის და საკუთარი თავის გაცნობა, ვისაც უნდა პირველ რიგში ძალიან საინტერესო იქნება მათთვის და ძალიან ესეთი უნიკალური მიდგომები მაქვს ეს გეშტალტის და ასტროფსიქოლოგიის შეთავსების და გეშტალტურად მუშაობ ხოლმე საერთოდ სკოლაში და ვისაც გაქვთ სურვილი ეს გამოცდილება მიიღოთ ქართულ ენაზე, გელოდებით, მომწერეთ, არის უკვე ჯგუფი შემდგარი და ვისაც აქვს სურვილი ჩვეულებრივად შეგვიძლია დავიმატოთ ადამიანები, მაქვს ხოლმე ტრენინგები, ესეთი ჯგუფური ტრენინგები, აი ესე თერაპიულად რომ მუშაობთ ასტროლოგიაზე და რას მოვაყოლე ხა ეს ამბავი, რომ არის ასტროლოგიაში კომბინაციები, აი ვის აქვს საკუთარ მესთან დაკარგული კონტაქტი, ან საკუთარი მეს ყველაზე ნეგატიურ, ან ყველაზე პოზიტიურ ჭრილში არის გამოტანა. აი ახლა მე როდესაც ვლაპარაკობ ხოლმე ამ სელენა ლილიტებზე, მაგალითად, ხო, აი მთავარი ღერძი, ენერგეტიკული ველი ადამიანის რაც არის, ძალიან კარმული ველი არის და ბევრი ვერ გადის ხოლმე ამ ველზე, მართალი რო გითხრათ, ამ ენერგეტიკაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან სხვა სიფრთხე არის, აქ რო შევიდეთ. აი მარტივად რო გითხრათ, ახლა ვამბობ ხოლმე, რომ მე მყავს ელენა ამფარველი ვერძის ზოდიაქოში და შავმთვარე მორიელის ზოდიაქოში, ხო? ვერძი არის მე ენერგია, ჩემ თავთან და მორიელი არის ენერგეტიკული კონტაქტი სხვებთან, ხო? და აი მე რო ამ ენერგიებს სწავლობდი, ჰიპნოთერაპიაზე ვიმუშავე, ახლა როცა ვლაპარაკობთ მაგალითად წინა ცხოვრებებზე და ასტროლოგიურად ჩვენ რო ვილაპარაკოთ ადამიანს თქვა წინა ცხოვრებებზე, მინიმუმ ჰიპნოთერაპიები ბევრი უნდა გქონდეს გავლილი ჩვენ თვითონ, ჩვენს კლიენტებთან უნდა ვიყოთ ჩართული ჰიპნოთერაპიაზე, მაგალითად დავესწროთ მინიმუმ, ან მე ეს გზა მაქვს, რომ მე როცა ვლაპარაკობ ჰიპნოთერაპიაზე წინა ცხოვრებებზე, მე ამაზე 10 წელი ვიმუშავე, ესე რომ თქვა, მთელი 10 წლის განმავლობაში ვიკვლევდი ჰიპნოთერაპიულად, იქ სხვადასხვა ტექნიკებში რა არის ეს, რას ნახულობენ ადამიანები და არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს თუ არ იყო სინამდვილეში, ხო ეს ენერგია ადამიანში ცხოვრობს და ამ ენერგიასთან უნდა გავიდეთ და უნდა ვიცოდეს ეს ყველაფერი ვნახოთ, ხო, თორე ესე არ შეგვიძლია მაინც ამ თემას შევეხოთ კარმულ ასტროლოგიას გულისხმობ, ხო? მე ამითი დავიწყე კარმულ ასტროლოგიაში კვლევა, აი პირდაპირ წავედი, ჯერ მე თვითონ გავიარე ჰიპნოთერაპიები, რეგრესულ ჰიპნოზს გულისხმობ აქ, ვნახე მე თვითონ რა არის, ჩემ ახლობლებთან ვნახე, ჩემს კლიენტებთან ვნახე, იქ მთლიანად უამრავი წიგნი წავიკითხე ჰიპნოთერაპიის კვლევებზე, ახლა მარტო ეს არ არის პრაქტიკა, ხო, იქ თეორიაც უნდა იცოდე. ძალიან ბევრი რაღაც უნდა გქონდეს წაკითხული და ჩემი ინტერესი უფრო აქეთ წამოვიდა, ხო, კარმული ასტროლოგია რა არის, იმიტომ რომ მთავარი ყველაზე ღრმა ღერძი იმალება ხოლმე აი ამ კარმულ პროგრამებში და აი აქ ხდება მთავარი მკურნალობა ხოლმე, როდესაც ამას ვაცნობიერებთ და აი ჩემ შემთხვევაში სულ მაგას ხედავდი, რომ აი ჩემი სამყარო, ხო, აი ვერძის სამყარო, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ, ყოველთვის პოზიტიურად ვარ, აი არა მაქვს ესე ჩემ სამყაროსთან პრობლემა. პირიქით, აი მარტო თუ დავრჩებოდი, ძალიან კარგად ვაგვარებდი ხოლმე ჩემ ცხოვრებას, პრობლემებსაც არც ვეძახდი, იცით? აი ოპტიმისტი არის ვერძი და საერთოდ ძალიან მარტივად უყურებ ხოლმე ცხოვრების სხვა მოვლენებს. მაგრამ როგორც კი სხვის ველში გადავიდოდი, საერთოდ სხვა სურათი ხდებოდა. ხო, მაგალითად, რაღაცნაირად აი ესე დარდიანი, ნეგატიური ადამიანები, ან პრობლემური, ან არაფრის გარო პრობლემებს ქმნიან და დამეწყო ეს, რომ თითქოს ჩემზეც გადმოდიოდა აი პრობლემური ადამიანები, რომლებიც მაცხოვრებენ რაღაც ენერგიას, რომელიც ჩემი არ არის მაინც და მაინც და აი მან დავიწყე კარგად დაკვირვება, იცით, აი ამ კარმულ ასპექტებს რო გულისხმობ, რომ აი ეს მომენტი, რომ აი ჩემ სამყაროში როცა ვარ, ძალიან ოკეი ვარ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ და უნდა ვისწავლო ეს სამყარო, შევინარჩუნო, როდესაც სხვა ნეგატიური ფონის ადამიანთან მივდივარ მაგალითად, ხო?
აი ამას რომ მივხვდი რომ ეს მქონდა სასწაული, ნელა ეს ფსიქოლოგია, ჰიპნოთერაპევტი, ყველაფრით მივხვდი წარმოშობა ადამიანში იმ აგრესიის თუ იმ ნეგატივის თუ იმ დარდის თუ იმ რაღაც უარყოფითი ემოციები საიდან მოდის. და რომ მივხვდი რომ ეს ნეგატიური ემოცია კი არ არის, ვერ ხვდებოდი რა ჭირდა ადამიანს, რატო არ არის ბედნიერად, რატო არ არის ოპტიმისტურად, რატო არ არის სუფთა, მხიარული, კეთილი, ხო? და ამ შემდეგ, ხო? მე მივხვდი რომ კი არ არის, უბრალოდ რაღაცები არის ხოლმე პერიოდები გვაქვს ცხოვრებაში, როდესაც ამ ენერგიასთან ვერ გვაქვს შეხება, ხო? და რაღაცნაირად აი ვისწავლე ნეგატიური ემოციების წარმომავლობა. ნახე ადამიანებში შინაგანად თურმე რა ხდება, ანუ ჩემ თავთან კი არ მქონდა, ეხლა მე მაგალითად ჯგუფურ თერაპიებში გაცილებთ მეტი ვისწავლე ვიდრე ინდივიდუალურ თერაპიებში, იმიტომ რომ ნელა რომ ჩემ თავს უყურდებოდი, ხო, აი პირადად, ოღონდ მარტო შენ თავს ისე კი არა რომ შენ თავის ხვებთან, არა, აი შენ წარმოდგენებში და სულ ამბობდი რომ ნეგატივი ჩემი არ არის, აი სულ სხეულებრივად ჰიპნოთერაპიაშიც ამას ხვდებოდი, რომ აი ეს ცით ნეგატივი უნდა იყოს ლოგიკური. ანუ როცა რაღაცა ხდება უბედურება იქ, უნდა ვიყოთ ნეგატივში, როცა ხა ახლობელი კვდება, ან ხა ჩემ ცხოველი კვდება სიტყვაზე, ხო, მქონია ეს შემთხვევა. როდესაც მე მაქვს რაღაც განცდები, სერიოზული კრიზისი მაქვს, ან ჯანმრთელობის პრობლემა, ოკეია ეს ნეგატივი, ხო, მაგრამ როდესაც ადამიანს არ აქვს პრობლემები და აი მაინც რაღაც დათრგუნულია, დარდიანია, ან ისეთი სოფხედველობა აქვს, რომ ცხოვრება მძიმეა, ცხოვრება ის და რაღაც ქართველების რაღაც ნაწილს რო ხო იცით ეს დარდიანი სახეები და აი როგორ ახართ რა ვიცი უკვე რო სიცოცხლე აღარ კიდა ხოლმე ისე გეტყვი აი ესეთ რაღაცები ძალიან მაინტერესებდა და მაკვირვებდა იცით არალოგიკურ აგრესიას ვეძახდი ხოლმე ან ნეგატივს არალოგიკურ ნეგატივს ამას და მე ძალიან კარგად მივხვდი რა ხდება სინამდვილეში და ხანდახან ესეც რაღაცნაირი ეტაპი არის ხოლმე ცხოვრებაში და მე ნელა მივხვდი რომ უნდა გაუშვა დატოვა ადამიანი ხა როდესაც რაღაცა ტკივილი აქვს და მე რომ ვადგებოდი რომ ნახე რა კარგი მზია რა კარგი ის არის სამყარო რა კარგი ხარ შენ და მოდი გამოცოცხლდი და მოდი გამხიარულდი და აი მაინც რო ესეთები იყვნენ რაღაცნაირად ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა ხოლმე ეს და მეც მათ ენერგიაზე გადავდიოდი ხოლმე და მე სადღაც ეს ზღვარი აი ჰიპნოთერაპიებმა, ფსიქოთერაპიებმა კარგად მაჩვენა საზღვრები. რა არის ჩემი, რა არის ხვების. ის ხვების რატო არის ეგრე და აი ამან უფრო ეს საზღვრები გამოვლებინა, აი ძალიან ისე გულწრფელად რო გითხრათ, ეხა ჩემი პირადი გამოცდილებებიდან, ხო ეს დაახლოებით ერთ მინიმუმ 10 წლიან შრომას გიყვებით, ახლა მე თუნდაც ჩემი პირადი რუკიდან, რასაც ვცდილობდი ხოლმე, რომ რაზე უნდა მემუშავა, ხო? და მე ახლა ყოველდღიურად კონსულტაციებში სულ ამაზე გავდივარ, რომ ადამიანი აი ამ ღერძში სადღაც რაღაცას ვერ ხვდება, სადღაც არის გაჭედილი, სადღაც აქვს ის რწმენა წარმოდგენები, რომელიც სიხარულის საშუალებას არ აძლევს, იმ საკუთარ თავთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევს, ხო, იმ რაღაც შინაგანის ენერგეტიკული ველის გახსნის შესაძლებლობას არ აძლევს, რომელიც არის ნიჭიერება, სადაც არის ბედნიერება, სადაც არის ჯანმრთელობა და ძალიან ბევრი პოზიტივი, იცით? და აი თუ არის ხოლმე ახლა მესთან პრობლემა ზოგს აქვს, რომ აი პირადად თვითონ აქვს აგრესია საკუთარი თავის მიმართ, ხო? კონფლიქტი საკუთარ თავთან, მესთან. მე აღმოჩნდა, რომ აი ზოგადად ნეგატივთან მქონდა კონფლიქტი, რომ რატო აქვს ადამიანებს ეს რაღაც ნეგატიური არალოგიკურ აგრესიას და ნეგატივს გეუბნებით, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, თორე ხა იმაზე რომ ადამიანი რეალურად რომ აი პირიქით სულ მაგას ვფიქრობდი რომ აი მაშინ მართლა თუდად იყავი და ოკეი, გვერდში დაგიდგები, ბოლომდე შენთან ვიქნები, ხა ცხოველებთანაც როცა თქვათ ნახავ ცხოველს, რომელიც ავადებულია და მძიმედ არის, გვერდში დაუდგები, ვუპატრონებ, ძალიან ბევრი მყავს ესე გამოკეთებული. მაგრამ ახლა უბრალოდ იყოს დრამაში ეს არ მესმოდა. და ახლა უკვე მივხვდი რომ ეს უბრალოდ დრამაში ყოფნა არ არის, ეს არის ძალიან სხვა პროცესი. და მე თუ არა მაქვს ამ ენერგიასთან შეხება, ხო? მქონდა ალბათ არსულ ინკარნაციებში ესე რომ შევხედოთ, ხო, შეხება და სადღაც ამასთან კონტაქტი მჭირდება, ხო, ამ ენერგიებთან და
ეს ამოკლეთ რო გითხრათ, ხო, აქედან ნენელა, ანუ მარტო ჩემს, ვინც მოდის პირად რუკაზე, მარტო მათ პოზიტივზე კი არ ვცდილობ, რომ ის დავიჭიროთ და ამოვიღოთ, ხო? აქ ზოგს გონი ვარ ხოლმე, რომ რაღაც მძიმე პროცესებზე ვმუშაობ. პირიქით, ჩემი მიზანი არის, რომ კი არის იმ მძიმეები, კი არის სირთულეები, კი არის დრამები, მაგრამ გაცილებით ძლიერი არის რაღაც ნათელი ჩვენში, რომელიც უნდა წამოვწიოთ და რა გვიშლის ხელს, რომ ეს ნათელი წამოვწიოთ. ეს პოზიტიური ემოცია წამოწიოთ და აი აქ სუფთა ფსიქოლოგიაში გადავდივართ და აი ამ დაცვით მექანიზმებში გადავდივართ, იმიტომ რომ ხანდახან გონია რომ ჩვენ რო ბედნიერები ვიყოთ და ჩვენ რო ავთენტურ მესთან კონტაქტში ვიყოთ, მე შეცხებთან არ ვიქნებით კონტაქტში, ხო? და მეც მქონდა ეგ მომენტი, რომ მე რო იმ ცხოვრებით ვიცხოვრო, როგორც მე მჯერა, ხო? მხიარულება, პოზიტივი, რაღაცნაირად იმზე რო ამოდის და ყველაფერი რო ნათდება. აი, წარსული რო აღარ არსებობს და მხოლოდ მომავლით ცხოვრობ, ხო? აღარ აქვს მნიშვნელობა, გუშინ რა იყო, თავარი არის წინ იყურო შორს სადღაც და იქ მხოლოდ ნათელს ხედავ, ხო? აი ამ პოზიტივში რომ შევიდე, მაშინ საკმაოდ აი ისე რო უყურებ, რა შე რაღაცნაირად ფერადი ტანსაცმლით დადიხარ და ირგვლივ სუშავები აცია ყველას, ხო? უკვე რაღაცნაირად ისე ხარ რა, ამოვარდნილი ხარ საზოგადოებაში. ხო და ესეც არის ხოლმე მე დაცვით მექანიზმებში ხდება, რომ ჩვენ არ გვინდა გარკვეულწილად მარტო დავრჩეთ შინაგანად. ნუ ზოგს უფრო გვინდა რომ პოზიტივზე ვიყოთ, ვიდრე მასასთან ვიყოთ, ამასაც თავისი სიმამაცე ჭირდება ხოლმე, რომ ვიყოთ ბედნიერები, ხო ეს საკმაოდ დიდი ბრძოლა არის და მე უფრო მაკუთხით მუშაობ ხოლმე, რომ ადამიანმა ნახოს რა უშლის ხელს, რა აქვს გასაშვები საკუთარი ფსიქიკიდან, როგორ უნდა მოერგოს გარემოს და ამას რეალურად მხოლოდ რუკაში ვხედავთ ხოლმე, პირად რუკაში და ერთი ხა მაგალითად ვეცნობოდი ადრეც აკითხული მაქვს იუნგის შეხედულებები ასტროლოგიაზე, ის იყენებდა ასტროლოგიას და სხვა შორის მე დაკითხეთ, რომ ძალიან მწირი იყო ასტროლოგიის ცოდნა მისი, მე რასაც ვაკურდები ხა მის ტერმინები მისი, აი ძალიან მცირედად ეხებოდა და ძველად ასტროლოგია იყო უფრო ესეთი მარტივი ძალიან. ეხანდელი ასტროლოგია ძალიან სერიოზულად არის განვითარებული, თანამედროვე ასტროლოგია აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში არის გადასული. ადრე იყო ასტროლოგიაში რომ ეს მოხდება მაგალითად მეფე მოკუტება იყო ასტროლოგია. მერე იყო ის რომ აქ თუ წავა მეფე მოკუტება. ანუ უკვე არჩევანი შემოვიდა, ხო ხდებით ასტროლოგიურად, რომ აი ესე თუ გააკეთებ, ეს არ მოხდება. ადრე პირდაპირ იყო, რომ აი ესე მოხდება და მორჩა. მერე შემოვიდა რომ აი ესე თუ იფიქრებს, ესე თუ იგრძნობს, მაშინ ეს მოხდება. და ეხლა არის რომ საერთოდ აღარ გვაინტერესებს რა მოხდება, რა არა. შეიძლება შინაგანად მოხდეს, ეხლა წინაზე ადრე მქონდა რამდენიმე თვის წინ, მოკლედ პირველად ვიგრძენი რომ ეს რაღაცა კარგად ვარ მეთქი, მშვიდად ვარ, წყლად ვარ და ნუ ჩემ კატას დაეწყო რაღაც გულის არევები და ძალიან ცუდად გახდა და ნუ დავიწყეთ, ხა ერთ კლინიკაში მივყვანე, ადრე მაქვს მეგონი ერთ-ერთ ვიდეოში მოყოლილი, მეორე კლინიკაში ვიყავი, ნუ ძალიან ისე ავფრიაქტი, რომ მე ცოტა ისეთი ვარ, ჩქარი ვარ, მალე უნდა მოვაგვარო პრობლემა და ნუ ზოგმა ექიმმა მითხრა რაღაც საშინელი დიაგნოზით, ირკველი აკათიშულიო, მერე ამერიკელ ვეტერინარს მივაგენით, საზღვარგარეთ იქ იყო მიმოწერები და ნუ მთელი ჩავთე მოკლედ რა, მთელი რა 4 კლინიკაში საბოლოო ჯამში მყავდა ჩემი კატა და მოკლედ აღმოჩნდა რომ უბრალოდ ყვავილები წყენდა და აი ის ლამაზი ყვავილები ყველაფერი გამაყრებინა, გამაჩუქებინა ჩემაფისო და ყველა საინტერესო რა იყო იცით რომ იმ პერიოდში ეს ერთი კვირა მე ფაქტობრივად ჩემ შიგნით ხდებოდა ის რომ მე ნუ ფაქტიურად კატა მიკვდებოდა მეგონა. ანუ ჩემს ემოციებში ეს იყო ძალიან ძაფრად აღქმული. და ნენელა უკვე თანამედროვე ასტროლოგიაში ისიც ვლებ რომ შეიძლება გარეთ არაფერი ისეთი არ მოხდეს, არაფერი ისეთი არ ჭირდა ხა დარბოდა თამაშობდა, უბრალოდ გულსირებდა და ეს ჩემთვის ძალიან ისეთ სტრესული იყო რომ ვერ ვგებულობდით რა ჭირს ხო? და აქ იყო ეს საინტერესო რომ ადრე თუ იქნებოდა ეს რომ აქ რაღაცა მოხდება და ნამდვილად მოხდება. ეხლა შეიძლება ისეთი არაფერი მოვლენა არ იყოს, მაგრამ ემოციურად ისე ვიგრძნოთ ეს ყველაფერი. რომ მსგავსი იყოს რომ რაღაცა მოხდება. ანუ ხანდახან შეიძლება რომ ემოციებში ხდება მოვლენები და არა ფიზიკურად.
ხო ხდებით ფიზიკურად შეიძლება ბევრად სუბუქად იყოს მაგრამ ემოციებში გამოვიარო ის დრამა ხო და აი ეს თანამედროვე ასტროლოგია უკვე ამას აჩვენებს იმიტომ რომ ეს თანამედროვე ასტროლოგიის დამსახურება კი არ არის ადამიანი გახდა სხვანაირი მეგობრებო ადამიანი გახდა ღრმა ძალიან გაცნობიერებადი გახდა ადრე თუ იყო პრიმიტიული ემოციები მაგალითად ერთი ნახვით შეხედა და მეორე დღეს დაქორწინდა, მაგალითად და ცხოვრობდა ბედნიერად, ახლა ეს ძალიან პრიმიტიული მართლა ესე იყვნენ ადრე, ხო? ნახავ და მეტი მოთხოვნილებები არ იყო. ეს მეტი სიღრმე არ იყო ურთიერთობაში, რომ შესულიყვნენ, გაეცნოთ ერთმანეთი. ეხლაც არის ხოლმე ეს ესეთ ზედაპირული ურთიერთობები, რომ ვერ ხედავენ ერთმანეთს, ხო? რაღაც თავიანთ მითებში თავიანთ რაღაც ზედ მოთხოვნილებებში იყვნენ ხო ადამიანები, მაგრამ ადრე ხო საერთოდ მხოლოდ აი ზედაპირული ემოციები იყო, ხო აი სუბთა ასტრალია რო იცახია ხოლმე. და აი ამ სიღრმეებში უკვე ადამიანი რო შევიდა ამ პლანეტარულმა ენერგიებმა სხვანაირად დაიწყო მუშაობა, იცით და ხშირად ამბობენ ხოლმე ეზოთერული სფეროს წარმომადგენლები, რომ ჩემზე რუკა აღარ მოქმედებს და მე გავედი რუკიდან, ეს ძალიან ესე დიდი რაღაც ეგო გამოხატვა არის ხო რომ აი მე ასტროლოგიაზე მახლა დავდექი და ნუ მე არ ვითანხმები ხოლმე ამ მიდგომებს იმიტომ რომ ზუსტად ხედავ რომ ეს ვითომ რომ გასულია ეს ადამიანის იც რუკიდან გამომდინარე არის რაღაც შეიძლება სხვა მასშტაბებში ავწიოთ ხოლმე რუკა ამ პლანეტარულ ენერგიებში უფრო ხმად შევიდეთ განცდებში წავიღოთ ის ასპექტები მაგალითად და უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ესე ვეძახით ხოლმე და შესაბამისად ასტროლოგიური ინტერპრეტაციებიც იცვლება. იმიტომ რომ ჩვენ უფრო სხვა სიბრტყეებში შევდივართ, სხვანაირად ვაცნობიერებთ ამ პლანეტებსაც, ხო? და აი ამ სკოლაში ამ ყველაფერს გავდივართ ხოლმე, ესე პირდაპირ ცხოვრებისეული გამოცდილებით ყვები ხოლმე, თქვათ, როგორ მუშაობს ასტროლოგიური კომბინაციები თანამედროვეობაში, თანამედროვე ადამიანში და ძალიან დიდი სიღრმე არის და ცოდნა არის მეგობრებო საჭირო რომ გავიგოთ, ხო? ეს საკუთარ მესთან კონტაქტი. ნელა ჩამომიღამდა და უკვე მალე უნდა მოვჭე საუბარს. ამაზე არის აქ საუბარი, რომ ეხა ეს რაც უფრო ადამიანების ნაწილი ისევ თქვათ, მე ვიყავი ძველ დროს, სანამ არ მომიწია ამ ყველაფერში ესე ძალიან ესე ცხვირით შესვლა. აქამდე მე ვერ ვიტყვი რომ ეხა ჩემ თავად ეხა მე რო გითხარით სელენა ლიეტის ღერძზე, ამაზე იმდენი თერაპია, იმდენი ჰიპნოთერაპია, იმდენი NLP თერაპია, იმდენი თქვათ სხვადასხვა წიგნები და იმდენი რაღაცები დამჭერდა რომ აქ გავსულიყავი უბრალოდ და მე ექსპრეს მოკლე იმაში ვხედავ უკვე ყველაფერს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე როცა მოდიან რუკაზე აქ მოკლედ ვხედავ უკვე ყველაფერს ხო თორე მე საკუთარი ტყავით მაქვს ყველაფერი ხო ნასწავლი და გამოცდილი და მიხვედრილი და გავლილი და ამიტომ ვამბობ რომ ის რასაც მე ვეხები აქ მე უშუალოდ მონაწილეობა მაქვს მიღებული ზუსტად ვიცი ეს როგორ მუშაობს ხო ეს ყველაფერი და ეს ძალიან დიდ ფასად დამიჯდა ამ ყველაფრის გაგება ამაზე არის ლაპარაკი ხო და მაგიტომაც გიზიარებთ თქვენ რომ ამდენი ენერგია ვიღაცებმა არ დაკარგონ თქვათ და არის თანამედროვე ასტროლოგიაში თუ შევალთ თანამედროვე ფსიქოლოგიაში თუ შევალთ რაღაცებში გავარკვევით ამ ცხოვრებაში აი ამ კონტროლს ავიღებთ ჩვენ ცხოვრებაზე ხო და იქ ესე აღარ იქნება რომ მე ვიღაცას ჭკუას ვასწავლი და თან უმტკიცებ რომ შენ არ ხარ მანდ ხო და თან იგივეს ვაკეთებ ხო მე ამ დროს ხო რასაც ვეწინააღმდეგები სიტყვაზე ხო ახლა როცა ყვებით ხოლმე кейსებზე ნუ აქ ფაქტიურად ესეთი ის არის ვიზარება კიდეც ხოლმე ესეთ უკვე აი რაღაც ისეთ რაღაცებს მიწერენ ხოლმე ზოგჯერ აი 10 წლის წინ და 15 წლის წინ რომ წერდი და სულ აზიარებდი და ეხლა რომ ისევ იგივეს თუ კითხულობენ მეზარება ხოლმე გულახდილად უკვე პასუხის გაცემა საერთოდ ადრე თუ ჩავყვებოდი აუხსნიდი და უღეჭავდი ეხლა აღარა მაქვს ხოლმე ამისი თავი ვუშვებ ადამიანს ცხოვრება გაჩვენებს გასწავლის როგორც მე მასწავლა და ზოგჯერ აი საჭირო არის ხოლმე რომ მოსმენა თუ არ შეგვიძლია სწავლა თუ არ შეგვიძლია ალბათ ცხოვრებისეულ უნდა გავიაროთ ეს რაღაცეები ხოლმე და მანდ უკვე მე ვეღარ დავეხმარები ადამიანს ხო და აი ეს მომენტი არის რომ ვისაც აქვს სურვილი რომ აი ცხვირი კი არ ვთხარო ეს ცხოვრება მოდი გავაცნობიერო, მოდი ამ მესთან გავიდე კონტაქტზე და იმდენი ინფორმაცია მეგობრებო, იმდენი კვლევებია, იმდენი
ტექნიკებია ამისთვის, რომ აღარ არის საჭირო იცით, სადღაც აი ესე მოდუნებულები, დრამატულები ვიჯდეთ, უბედურები ვიყოთ. ეხლა მართალი რო გითხრათ, სიხარულით ვიღებ იმ ადამიანს, ვინც მომწერს ხოლმე, გამიცინებს, კეთილად მომწერს. იცით, აი პოზიტიური ადამიანების მოთხოვნა არის, იცით? აი ხა როცა მაგალითად გავიცნობ ადამიანს, კარგი თერაპევტი არის, კარგად შეუძლია ურთიერთობები ადამიანთან. რეკომენდაციასაც უფრო თავისუფლად გაუწევთ ხო სიტყვაზე, ვიდრე რაღაცა მოშამულ, იქ სადღაც პრეტისტელზე როზის და არავისთან არ უნდა გაკარება, ხო? აღაც უკვირდები, რომ დრო იცვლება, ხა კომუნიკაციის პერიოდი მოვიდა, მეგობრებო, მერწყულში არის ახლა გადასული უკვე ეპოქა, მოდით ესე ვთქვათ და ვინც უფრო, ეხლა მაღაზიებშიც, იმ მაღაზიაში უფრო შევალთ, სადაც გვიცინიან, ხო? ელემენტარული გაგვიღიმებენ, კეთილად მოგვექცევიან და აი ის რაღაცა იმითი დიდი იმითი რო დგანა შეწუხებული სახეებით, აღარ გვინდა იქ შესვლა, ხო? აი ესე არის, მეგობრებო, რომ აი თუ ჩვენ უბრალოდ ელემენტარული გამოხატვა არ ვიცით თავის კეთილად, ადამიანურად, აი ესეთი ხალხი უკვე აღარ არის თანამედროვე ეპოქაში. არც იღბლიანები აღარ ხდება, რაც არ უნდა ცოდნა კონდეთ, ხო? და ცოდნა მეპარება ეჭვირო ესეთ ადამიანს რაღაც ცოდნა კონდეს, მაგრამ აი თუ ჩვენ უჟმურები ვართ, თუ ურთიერთობები არ ვიცით ადამიანებთან, თუ კონტაქტზე არა ვართ ადამიანებთან, მაშინ იღბალისა ბევრი რაღაცებიც იკლებს, იცით? და როცა სულში არის ეს რაღაც სიკეთე, კეთილშობილება, მხიარულება, იქ ადამიანებსაც უღიმით, ხო? აი ძალიან მარტივად ჩანს ხოლმე ახლა ადრე ვამბობდი ხოლმე რომ ყველას არ ვიღებ თქო და ზოგს ხომ იმიღებ თუ თქვა რა ყველას არ იღებთო და გამოკითხავს კი არ ვაწარმოებ ორი სიტყვა უნდა მომწეროს ადამიანს უკვე გასაგები არის მე ვჭირდები თუ არ ვჭირდები ამ ადამიანს ხო და აი ამ სიტყვებში ამ მიმოწერაში ჩანს უკვე ადამიანის ენერგეტიკა ურთიერთობები წარსულში ცხოვრობს თუ მომავალში ცხოვრობს, ხო? და მომავალში ცხოვრება ეს კონტაქტები არის, მეგობრებო, რამდენად შეგვიძლია სითბო გაუზიაროთ ერთმანეთს, ხო? სითბო რა არის? ვიყოთ კმაყოფილები, ვიყოთ ბედნიერები. შეიძლება ახლა მე ძალიან სერიოზული პრობლემები მქონია ხოლმე, ძალიან რთული პერიოდებიც მქონია, მაგრამ ახლა ყოველთვის შემეძლო გაღიმება ადამიანისთვის კეთილად მოკითხვა, კეთილი სიტყვა, ხო, ძალიან ბუნებრივი ადამიანური მოვლენები არის. ახლა ძალიან დიდი თემით დავიწყეთ, მაგრამ დახურდავება ხდება ესეთ მარტივ ქცევებზე, ხო? აი ძალიან მარტივი არის ახლა რასაც ლაპარაკობ, რომ ჩვენც არ მოგწონს ვიღაცა თუ ახლა ესე თვალე პატრიალებული ყოლაპარაკება სიტყვაზე, ხო? რაღაც ძალიან დიდი წარმოქმნა რო აქ რაღაც ისეთი მას რო ქნი. არ გვსიამოვნებს, აღარ გვაინტერესებს და ეს არის უკვე მომავალი, მეგობრებო და მომავალი ასტროლოგიაც ძალიან კარგად მუშაობს უკვე ადამიანის, აი ამ შიდა ბუნებაზე, რატო არის ესეთი ადამიანი, რატო არის ესეთი სერიოზული, რატო დადის ატრიალებული თვალებით, აქ არ არის ამ ავთენტურმესთან კონტაქტში, არ აქვს ის ცხოვრება, რაც მას უნდა, მას აწუხებს ეს და ოღონდ ვერ ხვდება რატო აწუხებს ხო ეს მას და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამასთან კონტაქტი და ხა გამიგრძელდა ძალიან, მაგრამ ხა ძალიან ესეთ მეგობრულად მინდოდა ჩამეწერა ეს ვიდეო, ესე რაღაც ძალიან დიდი სათქმელი და რაღაცა ხა არა იყო აქ, მაგრამ დააკვირდით ამ ყველაფერს მეგობრებო, ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცეები გაგიზიაროთ ჩემი ნაზრევები და თუ გაინტერესებთ ხოლმე ესეთი ვიდეოები, თითქმის აღარ ვჩანვარ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარები, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე და დროებით, აბა.